თხევადი კომპოსტი, რომელსაც რუსები ზელენაია ბრაზილუკას ეძახიან, ხოლო ამერიკელები liquid compost. რატომღაც არ იყო არასოდეს გავრცელებული საქართველოში. ადრე არასოდეს მინახია, ეხლა პრაქტიკულად 1-2 ადამიანს ვიცნობ, ვისაც ეს აზუქი აქვს და იყენებს. ამ დროს ეს არის პრაქტიკულად უფასო და უმდიდრესი სასუქი, შეიცავს საკმარის აზოტს და რაც მთავარია, მისი გამოყენება დაშვებულია ბიოლოგიურ მეურნეობებში. ეს არის ყველა დროის საუკეთესო სასუქი. ახლა ვისაც საქონელი და ფრინველი ჰყავს, მათთვის ამ სასუქის საჭიროება ნაკლებად არის, რადგან ნაკელი ავტომატურად ექნებათ და იმას იყენებენ. თუმცა ამ სასუქის მომზადება ხდება სწრაფად. ნაკელისა და კომპოსტისაგან განსხვავებით, თხევადი კომპოსტის მოსამზადებლად თბილამინდებში 5-10 დღეა საჭირო, მეტი არა. პირველ რიგში, მოდი ჯერ წარეჭამე კვლავ ტკბილის პრინციპით, რომ ვიმოქმედოთ, ხაზი გაუშვათ ამ სასუქის ნაკელს. პირველ რიგში ის არის თხევადი. მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები წყალშია გახსნილი და როგორც ყველა თხევადი ან ხსნადი სასუქის მოქმედება არის შედარებით ხანმოკლე. მორწყვისას და ძლიერი წვიმებისას ჩადის ღრმად და ადვილად გამოირეცხება ნიადაგებიდან. მოქმედების გასახანგრძლივებლად ის ყოველთვის უნდა მოამზადოთ ახალი. აუცილებლად უნდა მომზადდეს ჩვენი ხელით, ქარხნულად მისი მომზადება პრაქტიკულად შეუძლებელია და ინახება ძალიან ცოტა ხნით. როგორც მოვამზადებთ, მომზადებისთანავე უნდა დავხარჯოთ. გარდა ამისა, მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია ავტომატური მორწყვის სისტემებში, ჩქარა გაბედინის ნებისმიერ ფილტრს და ერთადერთი ვარიანტი გრჩება, რომ ხელით მივიტანოთ მცენარეებამდე. მეორე მხრივ, ეს სასუქი გარდა იმისა, რომ კომპლექსურია და შეიცავს პრაქტიკულად ყველაფერს, რაც მცენარეებს სჭირდებათ, მისი საშუალებით შეუძლებელი გახლავთ საკვები ნივთიერებების ზედმეტობის გამოწვევა. ეს იქნება აზოტი, ფოსფორი, კალიუმი თუ რომელიმე მიკროელემენტი. თეორიულად შესაძლებელია ზედმეტობის მიღება, თუ ძალიან მოვინდომებთ, მაგრამ პრაქტიკულად არ გამოდის. რაც პრინციპში კარგია. მე არ ვიცი მცენარე, რომელსაც თხევადი კომპოსტი არ გამოადგება. ერთადერთი შეზღუდვა ალბათ ის არის, რომ თუ თხევადი კომპოსტით მოვწყეთ მწვანელი, იმავე დღეს მოკრეფა ალბათ მთლად სასიამოვნო არ იქნება, რადგან გარედან აუცილებლად მიეწვეთება მორწყვისას და თუ კარგად არ გავრეცხეთ, მწვანელს ექნება თხევადი კომპოსტის სუნი. თხევადი კომპოსტის მოსამზადებლად ჩვენ ვიღებთ მოთიბულ ან მოთხრილ სარეველას, ფესვებიანად მოთხრილი წავა. ხის მწვანე ფოთლები შეგვიძლია, მაგალითად ვაზის გაფურჩქნის შემდეგ რაც რჩება ამ ფოთლები. შეგვიძლია ნაძვის ან ფიჭვის წიწვოვანი მასა, მწვანე წიწვოვანი მასა დავამატოთ. შემდეგ უნდა დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ მზიან ადგილას ან სითბოში. თუმცა წიწვოვანებისაგან თხევადი კომპოსტი მაინც ცალკე ჯობია, რომ დავამზადოთ. იმას განსაკუთრებული თვისებები აქვს. ეხლა რა შეზღუდვებია მასალის არჩევისას? პირველი რომ თხევად კომპოსტში არ უნდა ჩავამატოთ შხამქიმიკატებით დამუშავებული მცენარეები, სადაც მიესხა ჰერბიციდი, პესტიციდი და შემდეგ 1000 ოხრობა. ის თხევად კომპოსტში არ შეიძლება. შემდეგ არ შეიძლება შხამიანი მცენარეების გამოყენება, მათ შორის შხამიანი დეკორატიული მცენარეებისაც. ეხლა ზოგიერთ მათგანზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ადრე ვიდეოში, რომელსაც მომაკვდინებელი სილამაზე აქვს სახელად. შემდეგ არ შეიძლება ძაღლყურძენასაბრთა ოჯახის ბოსტნეულის მწვანე მასის დამატება, ესენია კარტოფილი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი. მათი მწვანე მასა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყენოთ თხევად კომპოსტში. გარდა ამისა არ შეიძლება თხევად კომპოსტში დავამატოთ ნაცარი. ნაცარი ცალკე უნდა შევიტანოთ ნიადაგში, თხევადი კომპოსტი ცალკე.
წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს გავაუხუჭებთ უბრალოდ. ეხლა რისი დამატებაა განსაკუთრებით სასურველი. პირველი ეს არის ჭინჭარი. ეს ალბათ საუკეთესო მცენარეა თხევადი კომპოსტისათვის. მეორე ბაბუაწვერა, მესამე კომპოსტოს ნარჩენები, მეოთხე პარკოსნების მწვანე მასა, ლობიო, სოიო, მუხუდო, ბარდა, იონჯა. შემდეგ მარადმწვანე მცენარეების მწვანე წიწვოვანი მასა. ეს მასა ცალკეც რო გავაკეთოთ კომპოსტად, თხევად კომპოსტად უკაცრავად შესანიშნავი რამ იქნება. ეხლა როდის არის მზად თხევადი კომპოსტი? ეს რა თქმა უნდა ამინდზეა დამოკიდებული, როცა თბილი ამინდებია 5-10 დღე სრულიად საკმარისია. თუ გრილა მეტი დროს დაშერდება რა თქმა უნდა. ეხლა ხელსაწყო, რომელთაც თხევადი კომპოსტის მზაობას დავადგენთ, ეს ყველას აქვს. ეს არის სხვის საქმეში ჩასაჩრელი ორგანო, რომელსაც ანატომიაში ცხვირსაც ეძახიან. მზა თხევად კომპოსტს ისეთი მყრალისუნი აქვს, მასზე შეჩუვა არ არსებობს. გარდა ამისა, სითხის ზედაპირზე ჩნდება თეთრი ქაფი, ესეც მზაობის ნიშანია. ამის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ დიდხან შენახვას კი არ გირჩევთ. თუ თხევადი მასის ფერი მწვანეა, ან უფრო სწორად მწვანე ფერი დაკრავს, კომპოსტში საკმარისი აზოტია. მაგრამ თუ ყავისფერია წამყვანი ფერი, უკვე აზოტს კარგავს და გამოყენება უნდა ვიჩქაროთ. თუმცა გადასაქცევი არ არის, რადგან კალიუმი და ფოსფორი იქიდან არსად გაიქცევა. შემდეგ გარკვეული სიფრთხილე საჭიროა. გამოყენებისას აუცილებლად ჩაიცვით რეზინის ხელსათმანები, რადგან თხევად კომპოსტში არის კლოსტრიდიები და ტეტანუსის ბაქტერიაც შეიძლება იყოს. თუ კანზე განაკაწრი გვაქვს, თხევადი კომპოსტი სახიფათოა და განაკაწრზე მის ხმის შემთხვევაში ტეტანუსისაც რა უნდა გავიკეთოთ. ეხლა ეს დაახლოებით იგივე რომ ჭრილობა არ უნდა დაგვიმიწიანდეს. აქაც ესეა, თხევად კომპოსტში მოთხრილის არეველას ფესვები ხვდება მიწიანად, რაც სრულიად ნორმალურია. შემდეგ, გამოყენების წინ საჭიროა განზავება 1/9-ზე წყლით. 1/9-ზე ნიშნავს, რომ 1 ლიტრ კომპოსტს 9 ლიტრ წყალს ვამატებთ, ანუ 10 ჯერ ვაზავებთ. თავდაპირველად გირჩევთ, რომ მხოლოდ 10 ჯერ გააზავოთ, მერე როცა ეს სასუქი თქვენთვის ჩვეულებრივი გახდება, მცენარის მოთხოვნის მიხედვით ვეგეტაციის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად უნდა გავაზავოთ. მაგალითად, ვარდებს ადრე გაზაფხულზე საერთოდ გაუზავებლად უსხამავთ თხევად კომპოსტს. კიტრებს ვაზავებ 1/2-თან. პომიდორებს ადრე გაზაფხულზე 1/2-თან და როცა დაიყვავილებს და აზოტი მერე აღარ ჭირდება, მერე 1/9-თან. პრინციპში ყველა მცენარეს აქვს თავისი ნიუანსები, მაგრამ ახლა 1/9-თან გაზავებული ეს ყველას გამოადგება. ეხლა რა ვუყოთ მასას, რომელიც რჩება კასრში ან ვედროში სითხის ამოწურვის შემდეგ. როგორ უნდა ვუყოთ? ეს მთელი ქონება, ეს არის საუკეთესო მულჩა და გამოიყენეთ მულჩირებისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ თხევადი კომპოსტი ცოტა არ იყოს მჟავე რეაქცია აქვს, ასე რომ მანამდე ან მის შემდეგ ნაცრი შეტანა ნიადაგში ცუდი არ იქნება. თხევადი კომპოსტი შეიძლება გამოვიყენოთ მთელი სეზონის განმავლობაში. ვიმეორებ, არ არსებობს მცენარე, რომელსაც ის არ მოუხდება. ეს ფოტოები უკვე ინტერნეტიდან არის აღებული. ჭინჭარი საუკეთესო მასალა გახლავთ თხევადი კომპოსტისათვის. მასში ვიმეორებ, ნებისმიერი სარეველა შეიძლება გამოვიყენოთ, რომელიც შხამიანი არ არის. ეს კი თხევადი კომპოსტია, უკვე მზა, ესეთი ფერი უნდა ჰქონდეს. დააკვირდით, აქ უკვე ქაფი ჩანს, მოთეთრო ქაფი კომპოსტის ზედაპირზე.